მოგესალმებით საღამოს 9 საათზე დღის მთავარ თემებს ჩემს კოლეგებთან ერთად მე თამთესანიკიძე წარმოგიდგენთ რამდენიმე წუთში თქვენ ნახავთ. შეხვედრა კანცელარიაში და პრეზიდენტის სამი ულტიმატუმი, რაზე ისაუბრეს ქვეყნის პირველმა პირებმა. Შემთხვევით პრაქტიკულად თითქმის შეთანხმებული ვიყავით ამ მათ შორის საკანონმდებლო საკითხებზე, იქ არის რაღაცები, რაზეც უნდა გაგრძელოს მუშაობა. სასამართლო უნდა გავათავისუფლო. უნდა გავათავისუფლო. უნდა გაუპატიურებო ჩემი შვილი. შურისძიება 3 წლის შემდეგ ბაღდადში 65 წლის მამაკაც დანით 100 ჭრილობა მიაყენეს. ოცილეთ აქედან ასე ამბობენ მეზობლები რომ საერთოდ არ მასად არ გაასვენენ. წყალში გადაგდეთ სულ არ არის მაგ სასიძველი ეს და გასასვენებელი. დაიკავებენ მათთვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილს. 6 წლიანი პაუზის შემდეგ სასამართლოს ხდომას ტელეკამერა ისევ გადაიღებს, თუმცა მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიის შეფასებები რამდენიმე წუთში. როდესაც ერთ მედია საშუალებას აქვს ვალდებულ უფლება რომ გადაიღოს პროცესი, მაგრამ არ აქვს ვალდებულება რომ თქვა კონკრეტულად თავიდან ბოლომდე გააშიფოს ეს პროცესი. შეხვედრისთვის ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილის შორის შეთანხმება ვერ შედგა. საკონსტიტუციო ცვლილების თემა ისევ ღიად რჩება. თავისუფალი სასამართლო, მედია და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა პრეზიდენტი მთავრობის კანცელარიაში საკუთარი პირობებით მივიდა. დაუჭერს თუ არა მხარს სააკაშვილი და მისი გუნდი პარლამენტის გარეშე მთავრობის დათხოვნის აკრძალვას. პრემიერ-მინისტრის თქმით ამ შეკითხვაზე პასუხი დღესაც ვერ მიიღო. საპირისპირო განცხადება გააკეთა თავად პრეზიდენტმა, თუმცა იქვე ახსენა ფრაზა პოლიტიკური კრიზისი. არ არის გამორიცხული, რომ ოპონენტებს შორის კიდევ ერთი აუდიენცია შედგეს. მხარეები მოლაპარაკების გასაგრძელებლად მზად არიან. რა უთხრეს პირველმა პირებმა ერთმანეთს? მთავრობის კანცელარიაში გამართული შეხვედრის დეტალები ნახეთ ნოდარ ჩაჩუას რეპორტაჟში. საკუთარი ელექტრომობილით და სახელმწიფო დაცვის ესკორტით პრეზიდენტი სახელმწიფო კანცელარიაში დათქმულ დროს მივიდა. ქვეყნის პირველმა პირმა საათნახევრიანი შეხვედრის შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონკრეტულ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მე ვფიქრობ ორივე შევთანხმდით ერთ იმაზე, რომ ჩვენ ყველანი საქართველოს შვილები ვართ, რომ საქართველოს უნდა გაუფრთხილდეთ, რომ ქართულ ხალხს სჭირდება სიმშვიდე, სტაბილურობა და გარანტიები გრძელვადიანი განვითარების, ამაზე ჩვენ თანხმდებით. მე ვფიქრობ, რომ შეხვედრა იყო შეხვედრისთვის. რამდენჯერმე შევახსენე სააკაშვილს, რომ მისი ინიციატივით იყო ეს შეხვედრა და იქნებ ჩამოეყალიბებინა მისი თქმასურს. რამდენიმე შეხსენების შემდგომ მე თვითმფრინავი და სამამდე ავედი. რამდენადაც არ კონდეს დალაგებული ყველაფერი. შეხვედრის დასრულების შემდეგ არ ყოფილა ერთობლივი პრესკონფერენცია. განცხადებები მედიისთვის პრემიერმა და პრეზიდენტმა სახელმწიფო კანცელარიის პირველ და ბოლო სართულებზე გააკეთეს. თუმცა არა იმ ცვლილებებზე, რომელთა განხორციელებასაც მმართველი კოალიცია კონსტიტუციაში გეგმავს და რომელიც დღევანდელი შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი უნდა ყოფილიყო. საქართველოს გრძელვადიანი მომავლისთვის ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი დემოკრატიის მნიშვნელოვანი სასამართლოს კონდეს განცდა, რომ ის არის ხელშეუხებელი, იმიტომ რომ ყველა ვიცით, რომ სასამართლოში არ არის კორუფცია და ეხლა სასამართლო უნდა საბოლოოდ ჩამოყალიბდეს სრულფასოვან ინსტიტუტად. ეს არის ჩემი პირველი მთავარი მოთხოვნა. მეორე, უნდა შეწყდეს ყველანაირი ზეწოლა მედიაზე. მნიშვნელოვანი საკითხია შემდეგი, მასობრივი დევნა, რამდენიმე ათეული ათასი ჩვენი მოქალაქის. მასობრივი შევიწროება მხოლოდ იმ ნიშნით, რომ ისინი არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წევრი. ეს არის ცუდი. მესამე ვერ გავიგე, ძალიან დიდხანს ვცდილობდი მე და როგორც საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდით, მასიურ დევნას და ძალადობას ხალხზე უნდა მოეღოს ბოლო. და უნდა შეწყდეს ეს, ჩემი შენგითხარი შეიძლება დავამატოთ ამ შეხვედრას. პრეზიდენტის მიერ წაყენებული პირობები გაუგებარი აღმოჩნდა პრემიერისთვის და კითხვაც მთავარ საკითხთან დაკავშირებით მთავრობის მეთაურისთვის პასუხგაუცემელი დარჩა. პრემიერი ახლა პრეზიდენტის საჯარო განცხადებას ელოდება კითხვაზე, რომელიც ცივილიზებული ქვეყნის პრეზიდენტს აქვს მთავრობის დათხოვნის უფლება პარლამენტის ნებართვის გარეშე. ვახსენე ჩემი წერილი ბოლო მიმართა თუ გახსოვთ, რომ ამდენ ხანს პასუხი ვერ გასცა. საჯაროთა პოზიცია არ ჩამოუყალიბებია. აქ რა უნდა ვთქვა, ეს ჩვეულებრივი საპრეზიდენტო რესპუბლიკაა და ეს ჩვეულებრივი მე რო დაუკონკრეტე რომ როგორ ჩვეულებრივი რომ პრეზიდენტს შეუძლია დანიშნოს მთავრობა პარლამენტთან შეთანხმების გარეშე. ამის შემდგომ მან თქვა რომ რამდენიმე მაგალითს მომიყვანს, იქ ვერც ერთი მაგალითი ვერ მომიყვანა, ვერც ერთი ქვეყანა ვერ დაასახელა და შემტვიდა რომ საჯარო განცხადებას გააკეთებდა და რამდენიმე ქვეყანას დაასახელებდა. შეხვედრა შეხვედრისთვის არ იქნება. კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს პარლამენტი მარტის ბოლომდე განიხილავს და კონსტიტუციური უმრავლესობის მხარდაჭერის შემთხვევაში მიიღებს კიდეც. თუმცა ქვეყნის პირველი პირები მზად არიან მორიგი შეხვედრისთვის. კონკრეტულად რა თემების განსახილველად ეს ამ ეტაპზე უცნობია.
ახლა კი პოლიტიკური რეაქციები, რომლებიც დღევანდელ შეხვედრას მოხვა. პარლამენტში აზრი ორად გაიყო. შეხვედრისთვის მმართველი გუნდი პრემიერის შეფასებას სრულად იზიარებს და აქცენტს მიხეილ სააკაშვილის პიარ სრულებზე აკეთებს. საპირისპიროა უმცირესობის პოზიცია. ნოდარ ჩაჩუა განაგრძობს ახლა საუბარს დღის მთავარ თემაზე. ნოდარ, როგორი არის შეფასებები პოლიტიკურ წრეებში? Თამთა დღეს მთელი დღის განმავლობაში კეთდებოდა შეფასებები ქვეყნის პირველი პირების შეხვედრასთან დაკავშირებით, როგორც შეხვედრის დაწყებამდე, ასევე შეხვედრის დასრულების შემდეგ იყო მოლოდინები, ხოლო შეხვედრის დასრულების შემდეგ უკვე თავად შეფასებლები განსაკუთრებით უმრავლესობაში ამბობდნენ იმას, რომ დღევანდელი შეხვედრა არ იყო ორიენტირებული შედეგზე, მიხეილ სააკაშვილი დღეს პიარ აქციისთვის მივიდა და არა რეალური შედეგის მისაღებად. შეხვედრა იყო პრაქტიკულად როგორც პრემიერმა თქვა შეხვედრისთვის, მას კონკრეტული შედეგი არ ქონია, თუმცა მე ვიტყოდი მაინც იყო ალბათ უფრო პოზიტიური, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ პრეზიდენტს შესთავაზა პრემიერ-მინისტრმა სივრცე აჩვენა გამოსავალი, მისცა შესაძლებლობა დაინახოს რა ნაბიჯები უნდა გადადგას ოპოზიციამ. ეს შეხვედრა ისევ და ისევ სააკაშვილის მხრიდან პიარულ ხასიათს ატარებდა, იმიტომ რომ თავად იმ ცისფერი მანქანით მიბრძანება ამ შეხვედრაზე თავიდანვე ნიშნავდა იმას, რომ ეს არ იყო სერიოზულად განწყობილი შეხვედრისთვის. სააკაშვილი მთლიანად არის ორიენტირებული იმაზე, რომ თავისი პირადი საკითხები მოაგვაროს და არა სახელმწიფოებრივი. საპირისპიროა შეფასება საპარლამენტო უმცირესობისა. ისინი ფიქრობენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სწორედ შედეგისთვის მივიდა დღეს სახელმწიფო კანცელარიაში პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად და საქართველოს პრეზიდენტის ისევე როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავარი მიზანი არის კონსტრუქციული დიალოგი სწორედ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც მმართველმა კოალიციამ შესთავაზა ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას თავად ბიძინა ივანიშვილის მიმართვის სახით და სწორედ ეს იყო მთავარი მიზანი დღეს მიხეილ სააკაშვილის სიქმისთვისა, თუმცა კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელება არის მნიშვნელოვანი ყველა მნიშვნელოვან მიმდინარე საკითხთან დაკავშირებით. მე ამას ნამდვილად ვერ უწოდებდი შეხვედრისთვის. მე ვფიქრობ, რომ ესეთი შეხვედრები უნდა გაგრძელდეს, ვფიქრობ, რომ ამაზე საუბარი უნდა გავაგრძელოთ და რა თქმა უნდა, ერთ ქვეყანაში მცხოვრები ორმა პოლიტიკურმა ძალამ უნდა მოახერხოს შეთანხმებების მიღწევა, მიუხედავად რომ ძალიან ბევრი საკითხი დარჩება, რომელზეც შეიძლება შეთანხმება ვერ მოხერხდეს. თავისთავად მისასალმებელი ფაქტია, რომ ხუთთვიანი შუალედის შემდეგ შედგა პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრა და ვფიქრობ, რომ ქვეყანას წაადგება თუ კი ასეთი შეხვედრები გარკვეული რეგულარული ხასიათიც ექნება. გარდა ოფიციალური შეფასებებისა მსგავსი ტიპის შეხვედრებზე, რომელიც დღის მთავარი თემაა, შეიძლება ითქვას არა მარტო დღის, არამედ კვირის მთავარი პოლიტიკური მოვლენა, საკმაოდ საინტერესოა აზრი და შეფასება დამოუკიდებელი ექსპერტებისა, პოლიტოლოგებისა და ამ შემთხვევაში პოლიტოლოგების აზრი იყოფა ორ ნაწილად. ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია ის შეხვედრა, რომელიც გაიმართა ქვეყნის პირველ პირებს შორის, მთავრობის მესაურთა და საქართველოს პრეზიდენტს შორის და მსგავსი ტიპის შეხვედრები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. მეორე ნაწილს კი მიაჩნია, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილმა ნათლად დაანახა ქართულ საზოგადოებას, რომ მიხეილ სააკაშვილი არანაირ შედეგზე წამომცდელი არ არის და მისთვის არ არის მთავარი რაიმე სახის შედეგის მიღწევა, რაიმე სახის კომპრომისზე წასვლა. თუ რეალურად ჩვენ გვინდა რომ კოჰაბიტაციის პროცესმა წარმატებით ჩაიაროს და შესაბამისად საქართველოს განაგრძოს მოძრაობა დემოკრატიის მიმართულებით, მე ესე მგონია რომ ორივე მხარემ უნდა გამონახოს ურთიერთ კომპრომისული ნაბიჯები. შეხვედრა იყო იმისთვის, რომ საზოგადოებას დაენახა, რომ შეხვედრისთვის გააკეთა სააკაშვილმა. და ეს შემდეგ ინტერვიუებშიც გამოჩნდა. ივანიშვილმა დეტალურად ილაპარაკა, ძალიან მშვიდად ოღონდ გახსნა ყველა საფრთხილები. ზედმეტი და ზოგადი ფრაზა არ ქონია, სააკაშვილს ზოგადი ფრაზები ქონდა. ანუ თუ შეიძლება ითქვას, გააშიშვლა გარკვეული თვალსაზრისით ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკა ამ შეხვედრამ. ასეთი იყო ის შეფასებები, რომელიც კეთდებოდა დღეს პრეზიდენტისა და პრემიერის შეხვედრასთან დაკავშირებით და შედეგი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ მიღწეული არ არის. საკონსტიტუციო ცვლილებები ზუსტად ისე გავა პარლამენტში და ისე გავა პარლამენტში კენჭისყრამდე მარტის ბოლომდე, როგორც ეს მმართველ კოალიციას ჰქონდა წარმოდგენილი და ინიცირებული, იქ იქნება გათვალისწინებული მხოლოდ ორი საკითხი, მათ შორის ერთი იქნება გაუქმებული თავად პარლამენტის ადგილმდებარეობა, ეს იმ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თუ კი მოიპოვებს მმართველი კოალიციის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება, საკონსტიტუციო უმრავლესობას პარლამენტში და ასევე
შეიზღუდება პრეზიდენტის უფლებამოსილებები, ანუ პრეზიდენტს აღარ ექნება იმის შესაძლებლობა მთავრობა დაითხოვოს პარლამენტის ნებართვის გარეშე და კიდევ ერთი დღეს ორივე მხარე მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს აკრიტიკებდა სხვადასხვა სართულიდან, პირველი სართულიდან საქართველოს პრეზიდენტი პრემიერს, მე-12 სართულიდან კი პირველ სართულზე მყოფ პრეზიდენტს ქვეყნის მთავრობის მეთაური, თუმცა ორივე მხარე თანხმდებოდა იმაზე, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ისინი შეხვედრებს გააგრძელებენ, ოღონდ ეს არ იქნება შეხვედრა შეხვედრისთვის, ეს იქნება რეალურად ორიენტირებული შედეგზე ორიენტირებული შეხვედრა. მადლობთ ნოდარ პრეზიდენტისა და პრემიერის შეხვედრა და პოლიტიკური შეფასებები ნოდარ ჩაჩუა საუბრობდა დღის მთავარ თემაზე პირდაპირ ეთერში. დღევანდელ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს ბოდიშის მოხდა ცდღევა მიზეზი აზერბაიჯანში სააკაშვილის ბოლო ვიზიტი და უკრაინელი სამართალდამცავების მიერ ძებნილ სვიატოსლავ მელაისთვის მოქალაქეობის მინიჭება. სწორედ ბაქოში ვიზიტთან დაკავშირებით პრემიერის სახელით ცოტა ხნის წინ სპეციალური განცხადება გავრცელდა, რომელსაც მე ახლა სრულად წაგიკითხავთ. საქართველოს პრეზიდენტის ბოლოდროინდელი უპასუხისმგებლო განცხადებები და მოქმედებები ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის კურს აღნიშნული მიმართულებით. ლახავს ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟს და პრობლემებს უქმნის ახალ ხელისუფლებას. გულწრფელად ვწუხვა, რომ ამის გამო უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მეგობარი სახელმწიფოების მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რისთვისაც საქართველოს მთავრობის სახელით მათ ბოდიშს ვუხდი. ქვეყნის მთლიანობის აღწევიდან და რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობა აგრძელებს ძალისხმევას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დასაჩქარებლად. ამ მიზნით ჩვენი ამოცანაა პირნათლად შევასრულოთ ევროკავშირსა და ნატოსთან ვალდებულებები კიდევ უფრო განმამტკიცოთ ურთიერთობები მეგობარ აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან, უკრაინასთან და გადავდგათ ნაბიჯები რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისკენ. ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში. პრემიერის განმარტებით საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე სააკაშვილი პირადი პასუხისმგებლობით მოქმედებს. მისი ვიზიტები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინირებული არ არის, პრეზიდენტის განცხადებები კი არ გამოხატავს საქართველოს მთავრობის პოზიციებს. თუ ეს არ არის დადასტურებული ქვეყნის ახალი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ, ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში. რამდენიმე დღის წინ შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანიდან დაბრუნებულმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთში შექმნილ ანტიქართულ და ანტიაზერბაიჯანულ სეპარატისტულ მოძრაობაზე ისაუბრა. მის შექმნაში გარდაბნელი ვინმე სადიკოვი დაადანაშაულა და თქვა, რომ ეს თემა აზერბაიჯანის პრეზიდენტთანაც განიხილა, თუმცა ეს განცხადება ალიევის ადმინისტრაციაში უარყვეს. ძალიან ცუდი განცხადებები და ძალიან ცუდი სამსახური გაუწია საკუთარ სამშობლოს. ბოლო მისი გადაწყვეტილებებით მე შევახსენე უკრაინელი მოქალაქისათვის, რომელიც ცირკული არის იძებნება მოქალაქეობის მინიჭება, შევახსენე აზერბაიჯანიდან ჩამოსვლის შემდგომ გაკეთებული განცხადება, შევახსენე რუსული დელეგაციის წევრებისადმი მიყენებული შეურაცხყოფის შესახებ და საერთოდ შევახსენე, რომ ეს ყველაფერი ერთს ამბობ და მეორეს აკეთებ, ძალიან უნებს ჩვენს ქვეყანას. მე ვფიქრობ, რომ ეს აზიანებს ჩვენს ურთიერთობებს ჩვენს მეზობლებთან და საერთოდ ჩვენს საგარეო პოლიტიკას. პატიმართა წამებაში ბრალდებულთა პირველი სასამართლო პროცესი გადაიდო. გაგამ კურნალაძის, ლადო ბედუკაძისა და კიდევ 15 პირის წინა სასამართლოს ხდომა 6 მარტს გაიმართება. მტკიცებულებების გასაძნობად პროცესის გადავადება პროკურორმა მოითხოვა, თუმცა მანამდე მოსამართლემ ბრალდებულთა ჩვენებები მოისმინა. გაგამ კურნალიძემ დღეს დანაშაული სრულად აღიარა და პატიმრებს ბოდიშიც კი მოუხადა, თუმცა იქვე დასწინა, რომ წლების განმავლობაში ის რეჟიმის მსხვერპლი იყო. საშუალო აღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილისგან განსხვავებით საქმეში თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა ლადო ბედუკაძე. დღევანდელ დახურულ პროცესზე დაცვის მხარემ ორი ბრალდებულის, ბორის ფარულავასა და ლევან ფხალაძის გათავისუფლება მოითხოვა. მიზეზად პატიმართა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა დასახელდა. წინა სასამართლოს ხდომაზე განაცხადა, რომ თავისუფლების დამნაშავედ ბრალს აღიარებს სრულიად და საზოგადოებისაგან და იმ ადამიანებისაგანაც ის ხო იხდის ბოდის, ვის მიმართაც ჩაედინა დანაშაული. გაგა კურნალიძეც არის რეჟიმის მსხვერპლი და ამ რეჟიმიდან გამომდინარე მოქმედებდა, ეს დაადასტურა გაგამ კურნალიძემ თავის ჩვენებაში. ბორის ფარულავამ და ლევან ფხალაძემ ამ ეტაპზე გამოიყენეს კანონით მინიჭებული დუმილის უფლება და ბედუკაძე ბრალს არ აღიარებს. ეს ორი ადამიანი გახლავთ ბედუკაძესთან ერთად ის პირები, რომლებმაც ამხილეს ეს დანაშაული და არანაირი საფუძველი არ არსებობს მათი პატიმრობაში ყოფნით. ისინი გახლავთ ადეიშვილის პირადი პატიმრები და ჩვენ ვდგავართ ფაქტის წინაშე, რომ ადეიშვილის აჩრდილი დადის სასამართლოს ხდომათა დარბაზში პრაქტიკულად, თუ კი ეს არ დააკმაყოფილებს სასამართლო ამ შთამომგებლობას.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელის პოსტი ისევ ვაკანტურია. სამეურვეო საბჭომ არხის გენერალური დირექტორი თანამდებობიდან გადააყენა. მის ნაცვლად დროებით მოვალეობას გიორგი ბაქრაძე შეასრულებს. ოფიციალური განმარტებით გიორგი ბარათაშვილის მოხსნის მიზეზი არხზე შექმნილი დაძაბული ვითარება. გადაწყვეტილების მიღებამდე საბჭომ საინფორმაციო სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელ ხათუნა ბერძენიშვილს მოусმინა. დღევანდელი სხდომა სწორედ ბერძენიშვილის საკითხის განსახილველად ჩატარდა. ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი 3 დღის წინ ბარათაშვილმა დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლა. ქეთი ფარცხალაძე იმყოფება საზოგადოებრივ მაუწყებელთან დავასახლა პირდაპირ ეთერში ვთავთ. ქეთი, რატომ მიიღო საბჭომ ბარათაშვილის გადაყენების გადაწყვეტილება და თუ არის ცნობილი უკვე თავად ყოფილი დირექტორის პოზიცია? ამ დროისთვის ყოფილი დირექტორის პოზიცია ჩვენ ვერ გთავაზობთ, ის არ იმყოფება საქართველოში. მას ბორდმა სკაიპის საშუალებით მოусმინა. დავიწყოთ იმით, რომ დაახლოებით პირველ საათზე დაიწყო სამეურვეო საბჭომ სხდომა და ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ის განიხილავდა, გახლდათ ხათუნა ბერძენიშვილის საკითხი, არხის საინფორმაციო სამსახურის უკვე ყოფილი ხელმძღვანელის საკითხი, რომელიც ითხოვდა, რომ ბორდი დაინტერესებულიყო არხის გენერალური დირექტორის კომპეტენციით. როგორც შედეგი უკვე იცით, არხის გენერალური დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლებულია. არხის გენერალური დირექტორის პოსტს დაიკავებს მისი მოადგილე გიორგი ბაქრაძე. არხის ამ თანამდებობაზე კი უკვე ვაკანტურია ადგილი. სულ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა ლევან გახელაძემ განცხადება და ამ განცხადებას ეხლა ჩვენ პირდაპირ ეთერში ვთავაზობთ. მაუწყებლის შესახებ კანონის 32 პრიმა მუხლის პირველი პუნქტის B ქვეპუნქტის თანახმად დადგა გენერალური დირექტორის მიმართ უნდობლობის გამოცხადების საკითხი. მაუწყებლობის შესახებ კანონის 32 პრიმა მუხლის მესამე პუნქტის თანახმად საბჭომ დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი. მე შეგახსენებთ, რომ ხათუნა ბერძენიშვილმა განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ გასულ კვირაში გააკეთა. ის აცხადებდა, რომ არხის გენერალური დირექტორი საინფორმაციო სარედაქციო პოლიტიკაში ერეოდა და მას თხოვდა, რომ თავის თანამდებობა დაეკავებინა. ამას არაერთი გზით ცდილობდა. თავად გიორგი ბარათაშვილი ამ ყველაფერს უარყოფდა და აცხადებდა, რომ ხათუნა ბერძენიშვილს მისი მრჩევლის თანამდებობას თავაზობდა. სწორედ ამის საკითხის განსახილველად შეიკრიბა დღეს ბორდი. მას ორივე მხარეს მოусმინეს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არხის გენერალური დირექტორი თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა. ქეთი, თუ არის ცნობილი, როდის გამოცხადება ახალი კონკურსი საზოგადოებრივი მაუწყებლის მომავალი ხელმძღვანელის ასარჩევად? როგორც უკვე მოგახსენეთ, კონკურსი გამოცხადებულია, თანამდებობა ღიაა და ხვალიდან უკვე მსურველებს შეუძლიათ განაცხადების წარდგენა. მოგეხსენებათ, პროცედურა ესეთია, რომ გენერალურ დირექტორს ისევ სამეურვეო საბჭო ბორდი აირჩევს. გმადლობთ. საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ქეთი ფარცხალაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ქალთა კოლონიის ხელმძღვანელით შესაძლოა მალე გამოძიება დაინტერესდეს ყოფილი პატიმრები მედიკო ალანიას მსჯავრდებულთა წამებაში ადანაშაულებენ. ცნობილი ხდება იმ შეზარავი ისტორიის შესახებ, რომელშიც სწორედ ალანიას გვარი ფიგურირებს. სექსუალური ძალადობის გამო თანასოფლელის დაჭრის ფაქტზე დაკავებულმა 19 წლის ლიკა ნატროშულმა ციხეში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ყოფილი მსჯავრდებულები ხვდებიან, რომ მიზეზი სწორედ კოლონიაში არსებული გაუსაძლისი პირობები და წამება გახდა. შემზარავი ისტორიას შემზარავი დასასრული აქვს. გარდაცვლილი დის გამოძმა წლების შემდეგ შური იძლია. იუზა ნატროშულმა დის გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი გენადი გუბელაძე დღეს დანით დაჩეხა. საფრანგეთში დაუფიცებია მისი დის ამბავი შემკულეს არ გავახარებო. ჩაიდო ალბათ გულში ბავშვო, ჩემრე. ასიჭრილობა შურის ძიების მიზნით 24 წლის კაპრალმა იუზა ნატროშულმა 65 წლის გენადი გუბელაძე საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლა. ადგილობრივი მოსახლეობა მკვლელობის მოტივად შურის ძიებას ასახელებს. სოფელ პერსათის მცხოვრებლები განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას მოკლულის მიერ წლების წინ ჩადენილ დანაშაულს უკავშირებენ. მე არც უცხოთ მიმიღია მომკვლელობა, იმიტომ რომ ეგ ბავშვი იყო ძალიან განრისხებული იმ კაცის მიმართ, რომ დააღუპა იმან მისი და. ასე ამბობენ, მეზობლები რომ საერთოდ არ იმასთან არ გაასვენოთ. წყალში გადაგდეთ, სულ არ არის მაგ გასასვენებელი. გენადი გუბელაძე 2006 წელს 19 წლის ლიკა ნატროშვილის გაუპატიურებას სცადა. გოგონა მოძალაძეს თავდაცვის მიზნით პურის საჭრელი დანით მსუბუქი ჭრილობა მიაყენა. მოხდარი ფაქტიდან მალევე გუბელაძემ ლიკა ნატროშვილს პოლიციაში უჩილა, რის გამოც გოგონა დააკავეს და განზრახ-მკვლელობის მცდელობისთვის 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ოჯახის წევრები და ნათესავები ლიკა ნატროშვილის დაკავების დღიდან უკანონო პატიმრად მიიჩნევდნენ. დაიძინეთ ჩემი შვილი ამ სრულობისა, რომელიც ეგი იყო დასაჭირი. და ახლა უნდა და კიდევ მეორე შვილის გაუბედურება არ ერიდებოდა. არ ცხველოდა. მე რა შემძლო პირველ ჯგუფის ინვალიდი ვარ. მე თვითონ მოკლავდი ისე. არ ერიდებოდა, არ ჩულს არ ევის.
ლიკანატროშის ქალთა მეხუთე კოლონიაში 4 წელის გატარება მოუწია, სადაც მას არაადამიანურად ეპყრობოდნენ. ამის გამო პატიმარი ფსიქიურად დაავადდა და ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც 2010 წლის ივლისში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მაწამებენო შიგნ მირტყამენო ბოშცა გვერდი საშვი ბოდიში მას ყველაფერი ოპერაცია გაკეთა ცალსაიგი საკურც გამოხებული ხონდა. ყოფილი პატიმარი მეცხრე არხთან ქალთა კოლონიაში ლიკანატროშვილის პატიმრობის პერიოდს იხსენებს. ნანა სულავა ნატროშვილის წამებაში სასჯელ ახსნილების ყოფილ მინისტრებს და ქალთა კოლონიის დირექტორს მედიკო ალანიას ადანაშაულებს. იმდენი ოჯახია ქვეყანაში გამწარებული, რომ აბა რა უნდა ქნას ახლა ელოდონ შაშკინი როდის მოვა და როდის დაიჭერენ და ბაჩო ახალაიას მსგავსად ახლა ერთი ბაჩო ახალაია მარტო არ იყო რა. მე ვერ ვიტყვი რომ ბაჩო ახალაიას დროს უფრო მძიმე მდგომარეობა იყო ქალთა კოლონიაში, ვიდრე შაშკინისა და კალმახელიძის პერიოდში. პატიმრის თვითმკვლელობის საქმე ცნობილია ყოფილი სახალხო დამცველისთვის. სასჯელ ახსნილების მინისტრი ამბობს, რომ დაწყებულია შიდა მოკვლევა. რეგირებას ვახდენთ ნებისმიერ ფაქტზე ძალიან სწრაფად. ამ ფაქტებთან დაკავშირებით რასაც რაზე თქვენ საუბრობთ, უნებრივია გენერალური ინსპექცია დაიწყებს გამოძიებას. ლიკანატროშვილის საქმის შესწავლა რამდენიმე დღის წინ მთავარმა პროკურატურამაც დაიწყო. მიმდინარეობს გამოძიება. საქმესთან დაკავშირებით ჩვენებას ქალთა სასჯელ ახსნილების მეხუთე დაწესებულების ყოფილი პატიმრებიც მისცემენ. დაბრუნებული უფლება 6-წლიანი პაუზის შემდეგ ტელეკამერა სასამართლო დარბაზში ისევ დაუშვებენ. საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესული ახალი ცვლილება 2 კვირაში ამოქმედება, თუმცა იქნება შეზღუდვა. პროექტის მიხედვით პროცესს მხოლოდ 2 კამერა გადაიღებს, სასამართლოს და საზოგადოებრივი მაუწყებლის. რატომ არ ეძლევა ხდომის გადაღების უფლება სხვა ტელევიზიებს, ჟურნალისტები არათანაბარ პირობებზე საუბრობენ. დაიკავებენ მათთვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილს, ეს იქნება სასამართლოს პრესპიკერის ხდომის დარბაზში იმ ადგილს გვაჩვენებს, საიდანაც სამაუწყებლო კომპანიებს ტელეკამერებით პროცესის გადაღების უფლება დაახლოებით 2 კვირაში მიეცემათ. სპეციალურად გამოყოფილი ადგილიდან ვიდეო გადაღება 2 მექანიზმით მოხდება. პირველი თავად სასამართლო ხდება ვალდებული აწარმოოს პროცესის აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რასაც მედიას მოთხოვნისთანავე მიაწვდის და მეორე პროცესის შეუზღუდავად გადაღების უფლება საზოგადოებრივ მაუწყებელს ეძლევა. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია მის მიერ გადაღებული ვიდეო მასალა სხვა სატელევიზიო არხებსაც მიაწოდოს. თუკი საზოგადოებრივი მაუწყებელი უარს იტყვის მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებაზე, სხვა საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე კომპანიებსაც შეუძლიათ მომართონ სასამართლოს შესაბამისი განცხადებით და თუკი ასეთი განცხადება იქნება რამოდენიმე, მაშინ მოსამართლე წილისწყლის საფუძველზე შეარჩევს ერთ-ერთ მათგანს. სიახლე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ დღეს მედიას დეტალურად განუმარტა. კოტე კუბლაშვილის განცხადებით მთავრობამ სასამართლოებს 3,5 მილიონი ლარი დამატებით დარბაზების კამერებით აღჭურვისათვის გამოუღო. 1 ივნისამდე ვიდრე სასამართლოები კამერებით აღიჭურვება ტელევიზიების საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გადაღებული მასალით ისარგებლებენ. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ყველამ პირველ რიგში ჟურნალისტებმა იცოდნენ კარგად, როგორ უნდა მოიხსნენ იმ შემთხვევაში, როდესაც პროცესზე დაშვებული იქნება ვიდეო გადაღება. სასამართლოში კამერის დაშვების გადაწყვეტილებას ჟურნალისტები დადებითად აფასებენ, თუმცა ოპერატიულობის კუთხით ბევრ ტექნიკურ ბარიერს ხედავენ. მიიჩნევენ, რომ ასეთი საკანონმდებლო რეგულაცია ყველა სამაუწყებლო კომპანიას თანაბარ მდგომარეობაში არ აყენებს. როდესაც ერთ მედია საშუალებას აქვს ვალდებულ უფლება რომ გადაიღოს პროცესი, მაგრამ არ აქვს ვალდებულება რომ თქვა კონკრეტულად თავიდან ბოლომდე გააშიფოს ეს პროცესი და საკუთარი ინტერესის მიხედვით იმუშავს ამ შემთხვევაში, დაამავდროულად მასზე დამოკიდებული ძალიან ბევრი სხვა მედია საშუალება, რომელიც ყველა ნებისმიერ შემთხვევაში აგებს ოპერატიულობის თვალსაზრისით. ჩვენი ინიციატივა იყო და ჩვენი წიდან დადება, რომ არსებობდეს საერთო სიგნალი, რომელსაც მაგალითად მივიღებდით ჩვენ ინფო9 და გავავრცელებდით კანონმდებელი არ ავალებს სასამართლოს, რომ მან რეალურ დროში გაავრცელოს ეს ჩანაწერი. კანონპროექტის ინიციატორი ტექნიკური დეტალების კანონში გაწერას აუცილებლად არ მიიჩნევს. ბარიერების წარმოქმნის შემთხვევაში კი შესაძლებლად მიაჩნია ტექნიკური საკითხების კანონქვემდებარი აქტში გაწერა. თუ ბოლო 9 წლის განმავლობაში საქართველოში მარსაჯულების ხარისხი ძალზე დაბალი იყო და ეს ასეა. ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ამისი იყო ის, რომ საზოგადოებას არ ქონდა შესაძლებლობა თვალყური ედევნებინა თუ რა ხდებოდა სასამართლო დარბაზებში. სიახლე დაახლოებით 2 კვირაში საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ ამოქმედდება. სასამართლო დარბაზებში ვიდეო გადაღება 2007 წელს აიკრძალა. აკრძალვას წინ უძღოდა ბუტა რობაქიძის და სანდრო გირგვლიანის გახმაურებული პროცესები.
რეფერალურ ჰოსპიტალში სამართალდამცავები შევიდნენ გამომძიებლები ოქტომბერში მომხდარ ფაქტს იძიებენ საკეისრო კვეთის შემდეგ 30 წლის ქალი კომაში ჩავარდა ოჯახი ჩივის დაზარალებულები ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ მედიკოსები კი პასუხისმგებლობას იხსნიან ეპილეფსიური შოკი თუ ჰოსპიტალის თანამშრომელთა გულგრილობა თემაზე დღეს ბაია ძაგანია მუშაობდა 30 წლის შორენა მესხისთვის საკეისრო კვეთის დროს გაკეთებული სპინალური გაუტკივარება სავალალო აღმოჩნდა. 5 თვის წინ შორენას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. ექიმებმა ბავშვის გადარჩენა შეძლეს, თუმცა დედა ამ დრომდე უგონო მდგომარეობაშია. პაციენტის ოჯახის წევრები რეფერალური ჰოსპიტალი 2012-ის ექიმებს ბრალს დაუდევრობაში სდებენ. ბავშვი ამოიყვანეს და ჩვენ უკვე როგორც გავიგეთ, რომ გოგო იყო საშინელ მდგომარეობაში. გაუჩერდა გული გული იყო 7 წუთი გაჩერებული. აპარატი ამათ არ ქონდათ ადგილზე, ეს ელექტროშოკის აპარატი. პირველი სართულიდან მანამ ეს ყველაფერი ხელსაწყოები მოიტანეს და რაღაც გავიდა საკმაოდ დიდი დრო და შეშუპდა ტვინი. პაციენტის მეუღლე ამბობს, რომ შორენას მაღალი წნევა აწუხებდა და ის უგონო მდგომარეობაში არაერთხელ მოხვედრილა კლინიკაში, თუმცა კომაში ყოფნას იგი ამ შემთხვევებს არ უკავშირებს. ფიქრობს, რომ კურნალმა ექიმმა და ანესთეზიოლოგმა პასუხი უნდა ააგონ. ვთხოვ ამ საქმის დეტალურად გამოძიებას, როგორც აბრალიან გოგოს. დააბრალეს კლიმაქსს დააბრალეს გულყრას, თუ გულყრა ქონდა და ექიმები ძახიან დამალეს, დაუმალა მithom. ექიმი, რომელმაც შორენას საკეისრო კვეთა გაუკეთა, ამბობს, რომ ოპერაციის დაწყებამდე პაციენტმა ანესთეზიოლოგს ბავშვობაში გადატანილ ეპილეფსიურ შეტევებზე უამბო. 5 წუთში ბავშვი ამოვიყვანეთ კარგი, ეს იმას მეტყველეს, რომ ჟანგბადიც იყო ყველაფერი, ამოვიყვანე კარგი ბავშვი და დამამთავრე ოპერაცია. ეს იყო სადღაც 30 წუთში. მაგრამ ამ პერიოდში ეს ჟანგბადი კი მიდიოდა ყველაფერი, მაგრამ აი რაღაც ანესთეზიოლოგებს არ მოწონდა რაღაც თავისებური პრობლემები გაჩნდა და მე უკვე აი ამ ოპერაციის მერე ამ რეანიმაციაში ჩავიყვანეთ ამ ინტუბირებული ეს მელობინე. არა, უცხოურ ფიზიოლოგიურად გართულების გარეშე. ზოგადად ამ კონკრეტების შესახებ ჩვენ გავიგეთ ოპერაციის წინ, ასე ვთქვათ. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით ოჯახს სამედიცინო რეგულირების სააგენტოსთვის საჩივრით ჯერ არ მიუმართავს. სააგენტოში განცხადება არ არის შემოსული, თუ კი შემოვა განცხადება, რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილავთ და გატარდება შესაბამისი ღონისძიებები. საქმის გამოძიების მიზნით ოჯახმა პროკურატურას უკვე მიმართა. და ჩვენ ისევ დაუბრუნდებით საზოგადოებრივი მაუწყებლის თემას. ცოტა ხნის წინ მეცხრე არხის საზღვარგარეთმყოფ გიორგი ბარათაშვილს ტელეფონით დაუკავშირდა. როგორც გიორგი ბარათაშვილი აცხადებს, სამეურვეო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილება არასამართლიანია, რადგან სამეურვეო საბჭომ 2 თვის დანიშნული გენერალური დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. სწორედ დღევანდელი გადაწყვეტილების გამო არხის უკვე ყოფილი გენერალური დირექტორი მივლინებას წყვეტს, თბილისში ბრუნდება და ამის შემდეგ ის უკვე საგანგებო განცხადებას გააკეთებს. ჩვენ ახლა შეგვიძლია შემოგთავაზოთ ბარათაშვილის სატელეფონო კომენტარი. ის იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი. აი საფიცხები მასშტაბებში რაფიკაციაში და მე გავერთყავდები, თუმცა პირველად ისინი დავი პრემს პაუმებას დასტემიანთან. ნუ მათ მერე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 2 თვის არჩეული გენერალური დირექტორი გადააყენეს თანამდებობიდან, იმიტომ რომ მოხდა საკადრო გადაადგილება სამსახურში. მეტოდა ცოტა არის ეს ყველაფერი და ჩამოვიდა აურკორი. რატომ არ ბრუნდება ირაკლი ჩიქოვანი შვებულებიდან კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში დღის ეს და სხვა მთავარი თემები რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. სასჯელის შეკრებითობის პრინციპი შესაძლოა გაუქმდეს, მთავრობის ახალი ინიციატივა უკვე პარლამენტშია. დიდი სასჯელები გროვდებოდა, უჩვეულო სასჯელები. არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ეს შეიცვალოს სასჯელთა დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელთა სრული შთანთქმის პრინციპი. თავმჯდომარის ძიებაში კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია პრეზიდენტს მიმართავს, რატომ არ ბრუნდება შვებულებიდან ირაკლი ჩიქოვანი. რადგან მოქმედი თავმჯდომარე სამსახურში არ ცხადდებოდა, ამიტომ შეიქმნა პრობლემა. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ეს არის ახალი 9-ზე. სასჯელის შეკრებითობის პრინციპი შესაძლოა გაუქმდეს. პარლამენტში ახალი კანონპროექტის განხილვა დაიწყო. თუ პროექტი დამტკიცდება, რამდენიმე საქმეში ბრალდებულ პირს მხოლოდ ერთ ყველაზე მძიმე ბრალდებას დაუტოვებენ. საკანონმდებლო ინიციატივას მხარი შესაძლოა ოპოზიციამაც დაუჭიროს.
სასჯელის უპირობო შეკრებითობის პრინციპი შესაძლოა გაუქმდეს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვას მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო ცვლილებების შემთხვევაში დანაშაულის ერთობლიობისას უფრო მკაცრი სასჯელი ნაკლებად მკაცრს შთანთქავს. მთავრობა შემოვიდა ინიციატივით პარლამენტში, რომ გაუქმდეს დანაშაულის ერთობლიობის დროს შეკრებითობის პრინციპი და ამოქმედეს თანთქმის პრინციპი. რაც შეეხება რეციდივის და განაჩენთა ერთობლიობის დროს, სასამართლოს ექნება უფლება გამოიყენოს როგორც შთანთქმის, ისე შეკრებითობის პრინციპი. დიდი სასჯელები გროვდებოდა, უჩვეულო სასჯელები, რაც ჩვენი სამართლებრივი პრაქტიკისთვის არ იყო დამახასიათებელი. ჩემი აზრით, არსებული სასჯელების სისტემა, რომელიც მანამდე არსებობდა, ადეკვატურად ასახავდა მოთხოვნებს წაყენებულ სასჯელთა სისტემის მიმართ. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მთავრობის ინიციატივას მხარს უჭერს, თუმცა კანონპროექტის ხარვეზებზე საუბრობს. ეს უნდა გაუქმებულიყო, მაგრამ მე პირადად მაქვს მოსაზრება, რომ არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ეს შეიცვალოს სასჯელთა დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელთა სრული შთანთქმის პრინციპით. ფაქტიურად მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირმა იცის, რომ უფრო ნაკლებად მძიმე დანაშაულებისათვის თუ მათაც ჩაიდენს, ის ფაქტიურად არ დაისჯება. სასჯელის შემკავებლობის ფუნქცია ნაკლებად მძიმე დანაშაულებისათვის აღარ მუშაობს ამ პირის მიმართ, თუ მას ჩადენილი აქვს უკვე მძიმე დანაშაული. მთავრობის ინიციატივა საკომიტეტო განხილვაზე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმაც მოიწონეს. ნაციონალურ მოძრაობაში არ გამორიცხავენ, რომ კანონპროექტს მხარი კენჭისყრის დროსაც დაუჭირონ. როგორც საზოგადოების ერთ-ერთი წევრი მივესალმებ იმას, რომ თუკი კანონი იქნება უფრო ლიბერალური. მიმართულებიდან გამომდინარე, თუ ჩვენ ყველა ერთად მივდივართ ლიბერალიზაციაზე, სისხლის სამართლის, ამ შემთხვევაში შეიძლება შეკრებითობის პრინციპი შეიცვალოს გადაფარვის პრინციპით. სახალხო დამცველი ამბობს, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკა ჰუმანური უნდა გახდეს. არსებული კანონმდებლობის ხარვეზებზე საუბრობენ ადამიანის უფლებათა დამცველი სხვა ორგანიზაციებიც. თავისთავად, როდესაც საუბარია ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის შეცვლაზე, საუბარია იმაზე, რომ სწორედაც რომ სისხლის სამართლის პოლიტიკა უნდა შეიცვალოს, უფრო მეტად ჰუმანური უნდა გახდეს და ის სასჯელის ზომები, რომელიც იყო გამოყენებული ქვეყანაში სამწუხაროდ იყო საკმაოდ არაადეკვატური. საჯულებაში სასჯელთა შეკრებითობის პრინციპის მოქმედების პირობებში უხეშად ირღვეოდა ადამიანის უფლებები. ამით ხდებოდა ამ ადამიანების სრულად არასაჭირო იზოლაცია საზოგადოებისგან, ასევე გარიყვა საზოგადოებისგან მათი ხანგრძლივი პერიოდით. სასჯელ აღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც პენიტენციალურ სისტემაში სასჯელთა შეკრებითობის გამო იქმნება. ეს გადატვირთულობა, რომელიც დღემდე იყო საქართველოს ციხეებში და დღესაც გადატვირთულობა აღარ არის, მაგრამ დღესაც გაცილებით მეტი პატიმარი გვყავთ, ვიდრე ეს არის საშუალო ევროპული დონე, ეს პრობლემა მოიხსნება. მოიხსნება არა მხოლოდ დღეს, არამედ მოიხსნება სამომავლოდაც. უპირობო შეკრებითობის პრინციპი, რომლის მიხედვითაც ბრალდებული სასჯელი, როგორც ეპიზოდების, ასევე ჩადენილი დანაშაულებების მიხედვით იკრიბება, ძალაში 2004 წლიდან შევიდა. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი კი თბილისში ვიზიტს განაგრძობს. ცოტა ხნის წინ ლინას ლინკევიჩიუსი საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო შეხვედრის დროს კოლეგებმა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივები და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ვილნიუსის ნოემბრის სამიტსაც. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვეში ლიტვა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. ნოემბერში დაგეგმილია სამიტი ვილნიუსში, რომელიც არის ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი წლევანდელი წლის განმავლობაში და მოგეხსენებათ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ვილნიუსის სამიტამდე მოვახერხებთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ტექსტის დასრულებას და ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოსთვის ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეთ ევროპული ინტეგრაციის კუთხით. ნოემბრის ბოლოს გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, რომელიც ვილნიუსში გაიმართება, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს გაუმჯობესებულ შედეგს აჩვენებს. მე მოხარული ვარ, რომ თქვენ გასულ კვირას წარმოადგენთ სავიზო რეჟიმის გამარტივებების გეგმა, რომელიც ასევე პოზიტიური გზავნილი იქნება დაგეგმილ სამიტზე. ასე რომ პროცესი წინ მიდის. მოთმინება და მოტივაცია ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმეში. სად არის და რატომ არ ბრუნდება ირაკლი ჩიქოვანის შვებულებიდან? კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია
კომისიის 4 წევრი პრეზიდენტს წერილს უგზავნის. მიმართვის ავტორები მიხეილ სააკაშვილის კომისიის თავმჯდომარის სამსახურში გამოუცხადებლობის შესახებ ატყობინებენ. სამთვიანი შვებულების ვადა 2 კვირის წინ ამოიწურა, თუმცა ჩიქოვანი სამსახურში ამ დრომდე არ მისულა. გავრცელებული ინფორმაციით მან საქართველო უკვე დატოვა. ახალი თავმჯდომარის არჩევას კი პრეზიდენტის ნებართვა სჭირდება. დაიწყება თუ არა პარლამენტში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა. ამის შესახებ კომისიაში ინფორმაციას ჯერჯერობით არ ფლობენ. თუმცა აცხადებენ, რომ ირაკლი ჩიქოვანი სამსახურში გამოუცხადებლობის შესახებ პრეზიდენტს წერილობით უკვე აცნობეს. რადგან მოქმედი თავმჯდომარე სამსახურში არ ცხადდებოდა, ამიტომ შეიქმნა პრობლემა. კომისია მიმართა ამ პრობლემით, ასე ვთქვათ, პრეზიდენტს, უბრალოდ იმ საქმის კურსში ჩააყენა საქართველოს პრეზიდენტი და გარდა ამისა, ესეთი გამოსავალი მოძებნა კომისიის 4 წევრმა. ყოველდღიურად იმართება საგანგებო სხდომები და ამ სხდომებზე კომისიის 4 წევრი ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. 2012 წლის 6 ნოემბერს ირაკლი ჩიქოვანი შვებულებაში 2013 წლის 14 თებერვლამდე გავიდა. თუმცა შვებულების ვადის გასვლის მიუხედავად სამსახურში დღემდე არ გამოცხადებულა. მაუწყებლობის შესახებ კანონის თანახმად პარლამენტს კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურის დაწყება შეუძლია. პარლამენტს მხოლოდ 2 შემთხვევის დროს შეუძლია კომისიის წევრი და თავმჯდომარე გადააყენოს თანამდებობიდან. ეს ერთი, როდესაც არის ინტერესთა კონფლიქტი, მაგრამ ეს უნდა იურიდიულად დასაბუთდეს და შესაბამისად ხმათა უმრავლესობით მიიღოს პარლამენტმა გადაწყვეტილება და მეორე წევრის და თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტაზე საქმეს იმ შემთხვევაში თუ ის არ ესწრება 2 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით კომისიის სხდომებს. საკანონმდებლო ორგანო საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, რომ ირაკლი ჩიქოვანი კომისიას ფაქტობრივად აღარ ხელმძღვანელობს, რის გამოც პარლამენტი მხოლოდ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ახალ კანდიდატურას განიხილავს. გაჩნდა უკვე, ესე ვთქვათ, დე ფაქტო ვაკანსია კომისიის თავმჯდომარის. პრეზიდენტმა უნდა შეარჩიოს კანდიდატურა და წარმოადგინოს პარლამენტში დასაბუთებულად. და ასევე მან უნდა გაანთავისუფლოს იგი პოლისოფაში განთავისუფლების წინადადებით შემოვიდეს პარლამენტში და პარლამენტმა დაადასტუროს. მისი განთავისუფლება ეს არ ნიშნავს იმას, რომ კომისიის წევრებისა და მისი პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დარღვევებია. მიმართავს თუ არა პრეზიდენტი პარლამენტს ირაკლი ჩიქოვანისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით და წარმოადგენს თუ არა მის ნაცვლად ახალ კანდიდატურას. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადება ჯერჯერობით არ კეთდება. იყო თუ არა ზეწოლა ბათუმის მერიაზე, საკრებულოს დეპუტატები პრეზიდენტს ქალაქის მთავრობის საქმიანობაში უხეშად ჩარევაში ადანაშაულებენ. მიზეზი ზღვისპირა ქალაქში დღეს გახსნილი საზაფხულო თეატრია. დეპუტატები ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა დღეს დაუსრულებელი ობიექტი გახსნა. საზაფხულო თეატრი, რომელიც გასული წლის აგვისტოში უნდა დასრულებულიყო, პრეზიდენტმა ბათუმში დღეს გახსნა. მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა არ დასრულებულა და მის მოხატვაზე ტენდერი სულ ახლახანს გამოცხადდა, ამას ხელი არ შეუშლია საზაფხულო თეატრის საზეიმო კონცერტით გახსნილიყო. ეს თეატრები რას ნიშნავს? ფესტივალებს, ჩამოსუსტումებს, ისინი ხარჯავენ ფულს რესტორნებში, კაფეებში, ბინებს კირაობენ. ერთ სიტყვით, ყველაფერი არის ერთმანეთთან კავშირში. თეატრის მშენებლობა ბათუმის მერიას 7 მილიონი ნახევარი ლარი დაუჯდა. ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე პრეზიდენტის მიერ თეატრის გახსნას თვითმმართველობის საქმიანობაში ჩარევას უწოდებს და ადგილობრივ ხელისუფლებაზე ზეწოლა დაფასებს. ხდება თანამდებობის პირებზე ზეწოლა და იმ აუცილებელი საქმიანობისთვის ხელის შეშლა, რაც დავალებული აქვს საკრებულოს მიერ ქალაქის მერს. ბატონი ირაკლის ამას გაგებით შეხვდება, მას აქვს უფლება გამოხატოს პროტესტი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რაიმე კანონდარღვევით ქმედებას, რადგანაც ობიექტი არის მაქსიმალურად მზად. საზეიმო კონცერტისთვის 77,000 ლარი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო. საკრებულოს თავმჯდომარემ თეატრის გახსნამდე დედაქალაქის მერიას ამ მოვლენასთან დაკავშირებული ყველა ღონისძიების შეჩერება მოსთხოვა. თუმცა საზაფხულო თეატრის გახსნას პრეზიდენტის თანაგუნდელებთან ერთად ბათუმის მერიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. სამართლებრივი გზებით მოვთხოვთ მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს თუ რატომ ჩაერია ის უხეშად თვითმმართველობის საქმიანობაში და მიჩვეული რო იყო ადრე და ქალიშვილად მიაჩნდა ბათუმი, დამთავრდა ეს დრო ბატონო მიშეი. ქალაქის მერის ვიცე-მერი ვარ და მაგ უფლება რომ მოვიდე იქ სადაც ქალაქის მერია მააშენა ეს შენობა ნებისმიერ დროს მოვიდე. თუ შენობა უცდესი მიღებული არის ის ვერ გაიხსნება. ანუ მისი გახსნა არ უნდა განხორციელდეს, იმიტომ რომ იქ უსაფრთხოების წესების დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ქალაქ ბათუმის მერის არქიტექტურის სამსახურს.
საზაფხულო თეატრის გახსნაში სხვა მომღერლებთან ერთად სოფო ნიჟარაძეც მონაწილეობდა. თეატრი თუ არ აღფრთოვანებული, ზოგადად იმით თუ არ აღფრთოვანებული, რომ ჩემ ქვეყანაში ამ რეგიონში შენდება და ლამაზდება ყველაფერი და შენდება ბევრი თეატრი იმისთვის, რომ ჩვენ მომღერლებს და ხელოვანებს გქონდეს საშუალება გამოვიდეთ და ვიმღეროთ. ბათუმში საზაფხულო თეატრი 2001 წელს დაიწყო. ძველ ადგილას ძველი იერსახით თეატრის მშენებლობა 1 წლის წინ დაიწყო. სტუდენტები რექტორის წინააღმდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ალექსანდრე კვიტაშვილს უპირისპირდებიან. ახალგაზრდების სასწავლებლის ხელმძღვანელს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა დასაქმებაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას მოითხოვენ. მოთხოვნას უნივერსიტეტიდან გათავისუფლებული პროფესორ მასწავლებლებიც უერთდებიან. სტუდენტების ნაწილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ სტუდენტური თვითმმართველობის ყოფილი წევრის ბექა ახლოურის ადმინისტრაციაში დასაქმებას ედავება. სტუდენტები ყვებიან, რომ ყოფილი მმართველი პარტიის მომხრე ახლოური განსხვავებული აზრის გამო სტუდენტებს ფიზიკურად უსწორდებოდა. ზონდერები, რომლებიც წლების განმავლობაში სტუდენტების ცემით იყვნენ დაკავებულები, დღეს დააბრუნეს ამ უნივერსიტეტში და ისინი არიან უკვე ადმინისტრაციაში დასაქმებულები. პირადად ბექა ახლაური, ერთ-ერთი გამორჩეული ზონდერი, რომელიც წლების განმავლობაში ავალიანთან და ლადოვარძელაშვილთან ერთად მათი დავალებებით სასტიკად უსწორდებოდა სტუდენტებს. ახლოურის მხრიდან ფიზიკური ანგარიშწორების შესახებ უნივერსიტეტის სტუდენტი თორნიკე უსტარაშვილი სტუდენტურ ბლოგზე გასული წლის მარტში წერდა. მე ვარ თესეუს იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი თორნიკე უსტარაშვილი. ერთ-ერთი იმ 4 სტუდენტიდან, რომლებსაც დაახლოებით 7-8 კაცი მოგვიახლოვდა და გაყოლა და კაცურად დალაპარაკება მოგთხოვა. უარის შემდეგ ჩემს მეგობარ გიორგი კოპალეიშვილს და ზვიად მამფორიას ორ-ორმა კაცმა მოჰკიდა ხელი და ძალის გამოყენებით წაიყვანა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა თესეუს მესამე კორპუსის თვითმმართველობის ოთახში. ჩემი ძალის გამოყენებით წაყვანასცა და ბექა ახლოურმა, რომელსაც ხელიდან დაუსხლდი. ბექა ახლოურმა შემდეგ მონაწილეობა მიიღო გიორგი კოპალეიშვილისა და ზვიად მამფორიასთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიღენებაში. თავად ახლოური სტუდენტების ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ თორნიკე უსტარაშვილს არ იცნობს. არ ვიცნობ თორნიკე უსტარაშვილს და არც მაგის მეგობრებს გავსწორებ ვინმე ითხრით. კვიტაშვილის მიმართ სტუდენტებს სხვა პრეტენზიებიც აქვთ. მათი სიტყვებით რექტორი უნივერსიტეტის განვითარებასთან დაკავშირებით გაცემულ დაპირებებს არ ასრულებს. სტუდენტების აზრს უნივერსიტეტიდან გათავისუფლებული ლექტორებიც იზიარებენ. იმ ძიმე ვითარებიდან დღეს რაც არის უნივერსიტეტში, ბატონ კვიტაშვილს და ადმინისტრაცია არ შესწევს უნარი რომ მართოს უნივერსიტეტი. მას არ გააჩნია ელემენტარული აკადემიური ხარისხი. ეს ნათლად ცხადობს იმაზე, რომ ის გახლავთ პირადად სააკაშვილის მოგზავნილი ემისარი ჩვენ უნივერსიტეტში. კონკურსები აკადემიურ თანამდებობაზე მიმდინარეობს სუბიექტურად, ტენდენციურად. უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში სტუდენტებისა და პროფესორ მასწავლებლების ბრალდებებს უარყოფენ. უნივერსიტეტი როცა ატარებს ამ კონკურსს პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად ქმნის ამ კომისიას, რომელშიც შედის სპეციალისტები, თავისი განხრის და თავისი სფეროს ექსპერტები. ისინი მეღრმად ვარ დარწმუნებული, არ ინტერესდებიან არავის პოლიტიკური, ასე ვთქვათ, კუთვნილებით. იმ შემთხვევაში თუ ალექსანდრე კვიტაშვილი გადადგომის შესახებ საჯარო განცხადებას არ გააკეთებს, სტუდენტები ფართომასშტაბიანი აქციების დაწყებას არ გამორიცხავენ. გამოშვების დასრულების შემდეგ 22 საათზე თქვენ ეკაბერიძის მთავარი კითხვა გელოდებათ. გადაცემის სტუმრებს თავად ეკა გაგოცნობს. ახლა ეკა საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა თამთა მივესალმები მაყურებელს. რა პოლიტიკური ინტერესი აქვთ მხარეებს და გასცა თუ არა მიხეილ სააკაშვილმა დღეს პასუხი მთავარ კითხვას. მთავარ კითხვას ჩვენს გადაცემაში ზვია ძიძიგური უპასუხებს. გადაცემის მეორე ნაწილში არსებობს თუ არა სეპარატიზმის საფრთხე ქვემო ქართლსა და ჯავახეთში და რა საგვარებდა აზერბაიჯანში მიხეილ სააკაშვილი. მამუკარეშზე იქნება ჩვენი სტუმარი, თუმცა მანამდე ზუსტად 10 საათზე ახლა გავიგეთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლობის თანამშრომლები აპირებენ გააკეთონ სპეციალური განცხადება და გამოშვებას დავიწყებთ სწორედ ამ განცხადებით ჩვენ ჩავთავთ საზოგადოებრივ მაუწყებელს პირდაპირ ეთერში. გმადლობთ ეკაბერიძემ გაგოცნო მთავარი კითხვის დღევანდელი ანონსი. ასეთი იყო დღის თემები საღამოს 9 საათისთვის. მე ხვალამდე დაგემშვიდობებით. მეცხრე ახის საინფორმაციო სამსახური კი პირდაპირ ეთერში მუშაობას ღამის 12 საათზე განახილავს.